რუბრიკაში მეამბე აფხაზეთზე აფხაზეთს იხსენებენ ცნობილი მომღერლები ნუგზარ კვაშალი და ვახტანგ ტატიშვილი. არ გავიდოდა ესე იგი ერთი წელი რომ ყოფილიყავით აფხაზეთში. ახალგაზრდობაშიც, პატარაობაშიც, დიდობაში რა თქმა უნდა. აგერიკო 27 წელი არ ყოფილა აფხაზეთში. ისე მიყვარს აფხაზეთი და ისეთი ჩემი სამშობლოა როგორიც იყო. სახს ვიქირავდით ხოლმე მთელი ოჯახი და იქ დროს ვატარებდით ასე ვთქვათ ყველაზე სუფთა ზღვა, ყველაზე კამკამა წყალი, ზღაპარი, აი ვერ წარმოვიდგენთ, აი როგორ გითხრათ რა, ძალიან ლამაზი მოკლედ რა. მე უკვე როცა სკოლაში ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი, რა თქმა უნდა, გასტროლები როგორ შეიძლებოდა სოხუმის, გაგრის, გულრიფშის, კალის გარეშე. როგორ შეიძლებოდა ამ ბიჭვინთაში არ დასვენება, ან ლიძავაში. აი რომ ვლაპარაკობ ეხლა ამას ცოტა შინაგანად ნერვიულობ. მახსენდება გაგრის საკონცერტო დარბაზი. თავისი დირექტორი ალოშა გიგივერია 200 კილოიანი წყალში რო ჩახტებოდა ზღვა მოდიოდა დარბაზამდე. ხო და აი ესეთი რო კონცერტზე რო ცოტა დავიღლებოდი, ჩახვდებოდი, იქვე ზღვის პირას იყო და მე ამოვიდოდით დარბაზი რა თქმა უნდა გადატენილი, უამრავი ტურისტით, უამრავი ახლობლებით, უამრავი აფხაზებით, ქართველებით და ასე შემდეგ. ის ხალხი მაშინ ერთად იყო და ძალიან დიდი მეგობრობა ჰქონდა და ესევე იქნება. ნუ გულრიფსი აღარ ვიძახი, ეს იყო 64-ია. რიცაზე მე ჩვენი მეგობარი ცხოვრობდა ერთხელ ავათხარაზე ავაკითხეთ. აგერ მე დავახოს და ჯემალი ბაღაშვილის ახლობელი იყო და ავედით ავათხარაზე. იქაური სილამაზითაც დავუკვით. კონცერტი ჰქონდა გუდაუთაში. ესე გადატენილია დარბაზი და აფხაზი ორი ძალიან მოხუცებულები რო არიან. და ქალბატონები იქვე დასხმული გვაქვს ღვინო, წითელი და პირდაპირ სცენის წინ მიკროფონში თემური მღერის, ვახომღერის თავის აფხაზურ სიმღერას და ჩვენ სადგილძელოს ვშავთ. რის სადგილძელოს? მეგობრობის, სიყვარულის და სიკეთის სადგილძელოს. სანამ გავახსენდები, სანამ ქვეყნა და არსებობას მასვლი. ერთხელ მახსოვს სოხუმის თეატრის წინ ჩვენი ანსამბლი იყო ესეთი ზურა ყიფშიძე, მე, ზურა მაშინ დრამერი იყო. კონცერტი მქონდა და ისეთი პოპულარულები ვიყავით, რომ ბიტლსები გოგონა ჩვენი თავი. და თეატრის წინ არავის არ აბანავებდა, ეს ხო არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ მოგვცეს უფლება და თეატრის წინ ესე დაგვიდგა აქეთ ესე მილიცია, და გოგოები იქიდან ზურას უყირიან და ჩვენ წყალში შევიდიან. ჩვენ მეგობარს ომიკო ლოლუას ჰქონდა იქ სანაყინე, იმას გავივლიდით ხოლმე სანაყინეში, მე დავბრუნდებოდით, ამრაში იყო ყველაზე მაგარი ხაჭაპური. ყველაზე მაგარი ხამრ, ანუ ბზე. როგორ არ მახსოვს, ისიც მახსოვს, იქ ვინც იყო ზარეული ჟორა იყო ესეთი ჟღალი კაცი იყო, ანუ რიჟა რა და ისე კაი ხაჭაპურს აკეთებდა, დიდი ხელები ჰქონდა, რას კი არ მახსოვს. მერე ცხოვრობდი ჩვენ სასტუმრო თბილისი იყო. იქ იყო ხოლმე სასადილო და იქაური რამშტექსის მახსოვს ისეთი გემრიელი. იყო კიდე ერთ ვასილაია ბიჭვინთის კორპუსების დირექტორი. ძალიან მეგობრობდით იქაც. შესასვლელში იყო მან გადავიღეს ხოთაშორის ის ფილმი მეს მონაწილეობ, როცა აყვავდა ნუში. ლალა გოგობერეძის ფილმი. მიხმობენ აგრეხილი შენი თითები. ავიდეთ ერთხელ. მე მოვდივარ. ვაუ! აი! დივია, ხოდი, დივია! კანადური ანსამბლი იყო ჩამოსული ბლუზ ანსამბლი და ერთი განყოფილება ივერია, მეორე განყოფილება კანადული ანსამბლი. უკვე ისეთ დროს ვიყავით, უკვე იწყებოდა იქ იარაღიანი ხალხის გამოჩენა ხალხში. უკვე, მაგრამ მაინც იმდენი ხალხი იყო, ვიღაცამ გვისაყუდულა კიდეც რატო წინასწარ უფრო ადრე არ გაგვაფრთხილეთ, რომ კარებები გაიგო ფილარმონიაში ქონდა, სოხუმის ფილარმონიაში. ხალხი იდგა კიდე ბულვარში ერთი 2000 კაცი წარმოიდგინეთ და ისეთი სიყვარულით. აგერ აფხაზი, აგერ ქართველი, აგერ სომეხი, აქ რავისი აზერბაიჯანელი, უამრავი ეროვნების ხალხი ესწრებოდა, თავდებოდა ყველაფერი დიდი სიყვარულით და რა თქმა უნდა, მე დიდი პურმარილებით. ბოლოს ომის პერიოდში აქედან წავედით თვითმფრინავით, რაღაც იმ დღეს მოხდა ძალიან ცუდი რაღაც და მახსოვს რომ ესე იგი ჩვენი თვითმფრინავით მოხდა იქიდან გადმოსვენება ჯარისკაცების, აი თვითმფრინავით ჩავედით,
მე ბეტერი გვერდგაგვეთ ჩავედით ოჩამჩერაში. ჩვენ ჯარისკაცებთან გვინდოდა გასაუბრება და სიმღერა ერთად და რაღაცა და დაგვახვედრეს იქ ოჩამჩერაში ჯარისკაცები. კონცერტი ჩაუტარეთ, რაღაც ვიმღერეთ, ხოლო ჩენერც იყო ჩვენთან ერთად. კაი დრო გავატარეთ. რომ წამოვედით იქიდან, ოჩამჩირად დაიკავეს. კონცერტიდან ომამდე ყოფილა ერთი ნაბიჯი. მე მჯერა რომ მოვა დრო და ახალგაზრდებიათ ისევ ისეთი მეგობრობა ექნებათ აფხაზებთან, როგორც ჩვენ გქონდა. ჩვენ ერთნი ვართ ხალხო და ყოველთვის ერთნი ვიქნებით. ოდა dodi mekobati ori jujavat ღედაღამე გამოხდელად ერთარავად გუხიადულები და გულალალები დიდან დიდი პატადასთან პატადები დიდან დიდი პატადასთან პაპა კვარტეტი ყავდა და იმ გპ-ის ორკესტრთან ერთად სოხუმში წავედით და გამოვდიოდით ზაფხული იყო გამოვდიოდით სოხუმის თეატრში სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა და ეს აფხაზური ტრადიციები უფრო გამორკვეულად იყო სოხუმში, თქვათ, ვიდრე სხვაგან. იმიტომ რომ იქ მაგარი პატივისცემა უფროსებისადმი უფრო ჩანდა, ვიდრე სხვა რეგიონებში. ეშერაში იყო ესეთი, ისე რომ ჩამოდიოდა წყალი და მაგიდები იყო და მოკლედ ისეთი კაი ადგილი იყო. ხშირად იქ საქეიფოდ დავდიოდი. ნუ კონცერტის მერე და ან და კონცერტამდე ჩვენ გვახსოვს ისეთი ურთიერთობები რომ რაღაცა გასაჭირი იყო ან რაღაცა გარდაიცვლებოდა და რაღაცა ჩავდიოდით სამძიმარზე მე ძალიან ახლო მეგობრობა მქონდა ვიტალი დარასელიასთან ოჩამჭირელი ბიჭი ვიტალი დარასელია ლეგენდა ფეხბურთელი რომელმაც ესე იგი მე ვიყავი იმ მატჩზე სადაც 91-ში გაიმარჯვა თბილისის დინამომ და აიღო ის თასი. ბურთები გაიტანეს ოსმა გულსაევმა და აფხაზმა დარასელია. ხომ ასე იყო? აი ვინმე იქიდან ახლა იტყვის რომ ესენი ქართველები არ იყვენო. ყოველ წელიწად დავდიოდით სოხუმში გასტროლებზე. 73 წლიდან 93-მდე ეს 20 წელი არ გაგვიცდენია არც ერთი წელი. კინოები გვა გადაღებული სოხუმში და ბიჭვინთაში. მლაჩესის რა იყო ეგეთი ხიარული კინო, სადაც ივერია იყო და ივერია სიყვარული და ასე შემდეგ. ახალგაზრდები ვიყავით შედარებით ზაფხული ტურისტები მოგეხსენებათ ასე რომ ისტორიები იყო და სასიყვარულო ისტორიებიც იყო ჩვენთვის აფხაზი აბსოლუტურად იგივე ქართველია მახსოვს ერთი ისტორია მოვდივართ ერთი 4 მანქანა ყავს მასში ჟიგულები იყო გაგვაჩერა ტეკი იყო იქ მერხეულიდან მოვდივარ გაის უფროსია სოხუმის იყო ესეთი ბარქაია თუ ვამბობ ხო და ჩვენ თვალები ვარ ნასვამები ვარ ეხლა მივდივარ ცოტა ნელ-ნელა სახში სასტუმროში ხო და შემოდით ეხლა სულ ყველა იმაზე ტეკზე აი მე ვიფიქრე გააღო ტეკი შევდივარ გაშლილია სუფრა იქაც და ვიღაცა გაჩერებულები ყავს ვიღაც ტრალერის ზღოლები ხო და ესენი ვინ არიან ესენი კაი და წაიწეს ხელს და გაანთავისუფლეს და დააჯარიმეს აი ესეთი სიყვარული იყო ჩვენი ხატი აი ესეთი სიყვარული იყო და მე მჯერა რომ იქნება შეყვარებულთა ქუჩაზე ფილმში ივერია სიყვარული და რომელიცშიც ლიკა კავჟანაძე თამაშობდა ძალიან პატარა ლიკას მშობლებს ფილმში ესეთი პატარა როლი აქვს მაგრამ ასახიერებენ სოხუმის თეატრის მსახიობები აფხაზები აქედანაც კი ჩანს ის ზომა და მეგობრობა რა აი ძალიან მიყვარხართ მოკლედ რა ვახეს და კიდეც გვაცვალეს მე დავახოს ჰიმნი რაც არის თავარია სამი რამე სიყვარული სიკეთე და სილამაზე სიყვარული სიკეთე და სილამაზე შამიდამე თუ და ეს დაგვედებოდეს აფხაზ ძმებსაც და ჩვენ ერთად და მალე ერთად
გვეთქვას ეს კეთილი სიტყვები ჩვენი სამშობლოს მიმართ. აფხაზო ძმებო, მოდი ისე ვიმეგობროთ რა. ისე გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვიყვარდა, ისე ვიქეიფოთ, ისე ერთმაგილასთან დავждეთ, ოჯახებში მივიაროთ ერთმანეთთან, როგორც დავდიოდით. და ვიმღეროთ. აჰაი რა რაშა. ჰაი და გუჩაყვა. ო ვარაიდარა. აიგედევა ზამათ, ეფხის ლარაფადიმათ, რეფხაფს წაზალიმათ, დარანიჩკუნ იარამათ. Hai ra re ra sha. Hai ra gu shakwa. არცია ჩოხვაიონ, იარაიეთ რაკაიონ, რეფხაფს ატაიონ, დარანიჩკუნ დაცაიონ. Hai ra re ra sha.